წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, ვინც იცოდა ყველაფერი ილია ჭავჭავაძის ბოლო წლების შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი დაფარული წერილი, ყოველი საიდუმლო გეგმა, რომელიც ეხებოდა საქართველოს განათლების სისტემის სრულ გარდაქმნას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ ერთგულება ეკლესიის მიმართ თუ გადაარჩინოთ ერის მომავალი. 1870-იან წლებში ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა აიძულა მათ ღიად წინააღედგინათ ეკლესიის ძალაუფლებას? რატომ დაიწყო ილიამ საიდუმლო ბრძოლა იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელსაც ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში თაყვანს სცემდა? და რატომ 150 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიცით სრული სიმართლე ამ კონფლიქტის შესახებ? უფრო მეტიც, თბილისის სასულიერო აკადემიის არქივებში ინახება დოკუმენტები, რომლებიც დალუქულია დღემდე. ეს არის წერილები, რომლებიც გაცვლილ იქნა ილიასა და მაღალჩინოსან სასულიერო პირებს შორის 1870-იან და 90-იან წლებში. რა შეიცავს ეს წერილები? რატომ არ უნდა ვიცოდეთ მათი შინაარსი? და რატომ, როდესაც ისტორიკოსები ცდილობენ ცდომას ამ მასალებზე, მათ ეუბნებიან, რომ დოკუმენტები დაკარგულია, ან განადგურდა ხანძრის დროს. სამი ყოფილი წევრი საქართველოს განმანათლებელი საზოგადოებისა, რომლებიც პირადად იცნობდნენ ილიას, დღეს პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც მათ შეინარჩუნეს 10 წლეულების განმავლობაში. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით ილია ჭავჭავაძის ბრძოლის შესახებ. 1865 წელს, როდესაც ილია დაბრუნდა პეტერბურგიდან, მან თან მოიტანა რაღაც, რაც არ უნდა არსებულიყო. ეს იყო დეტალური გეგმა საქართველოში სრულიად ახალი განათლების სისტემის შესაქმნელად, სისტემა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ეკლესიაზე. გეგმა იყო დაწერილი და შიფრული ენით, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესმოდა. მაგრამ ვინმემ გაიგო. ვინმემ, ვინც იყო ძალიან ახლოს ეკლესიის უმაღლეს წრეებთან, გადასცა ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სურდათ ცვლილებები. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ მოხდა ღალატი? და რატომ, მიუხედავად ამ ღალატისა, ილიამ მაინც განაგრძო თავისი გეგმის განხორციელება? დღეს თქვენ გაიგებთ ისტორიას, რომელიც დამალული იყო 150 წლის განმავლობაში. ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა ერთი ადამიანი მთელ სისტემას. როგორ შექმნა საიდუმლო ქსელი მასწავლებლებისა და მხარდამჭერებისა, რომლებიც მუშაობდნენ ეკლესიის თვალთახედვის მიღმა. როგორ გამოიყენა ყველა შესაძლო საშუალება, რათა შეექმნა განათლების სისტემა, რომელიც ემსახურებოდა ერს, არა ინსტიტუციას. და რატომ ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, თუმცა სხვა ფორმებით. 1865 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე ჩამოვიდა პეტერბურგიდან თბილისში. მას ჰქონდა 2 ჩემოდანი წიგნებით და 1 პატარა ხუთი, რომელსაც ის არასოდეს უშვებდა ხელიდან. ამ ყუთში იყო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა მის ხედვას საქართველოს მომავლის შესახებ. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დოკუმენტები. ეს იყო დეტალური გეგმები სკოლების, სასწავლო პროგრამების, მასწავლებელთა მომზადების სისტემის შესახებ, ყველაფერი დაწერილი იმენით, რომელიც გასაგები იყო მხოლოდ იმათთვის, ვინც იცოდა, რას ეძებდა. ილია იცოდა, რომ ეს დოკუმენტები საშიში იყო. იცოდა, რომ თუ ისინი მოხვდებოდა არასწორ ხელებში, მისი გეგმები განადგურდებოდა, სანამ დაიწყებოდა კიდევაც. პირველი კვირის განმავლობაში თბილისში ილია შეხვდა 5 ადამიანს. ეს შეხვედრები მოხდა სხვადასხვა ადგილებში, ერთი ძველ წიგნის მაღაზიაში, სადაც ვაჭარი იყო ილიას ძველი მეგობარი. მეორე პატარა ეკლესიაში, სადაც მღვდელი იყო ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ სწამდა, რომ განათლება უნდა ემსახურებოდა ხალხს, არა ძალაუფლებას. მესამე შეხვედრა მოხდა კერძო სახლში, სადაც თავმოყრილი იყვნენ რამდენიმე ახალგაზრდა ინტელექტუალი, რომლებიც ოცნებობდნენ ცვლილებებზე. მეოთხე შეხვედრა იყო ყველაზე საშიში, ის მოხდა ღამის 2 საათზე, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოჯახის სახლში, სადაც ილიამ საუბარი გაიმართა ქალბატონთან, რომელსაც ჰქონდა კავშირები როგორც ეკლესიასთან, ისე რუსულ ადმინისტრაციასთან. მეხუთე შეხვედრა, და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, მოხდა ერთ-ერთ მონასტერში, სადაც ილია საუბრობდა მონაზონთან, რომელიც ოდესღაც იყო მასწავლებელი. ყველა ამ შეხვედრაზე ილია ეძებდა ერთსა და იმავეს, ადამიანებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ განათლება უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის, არა მხოლოდ მდიდრებისთვის და არისტოკრატიისთვის. ადამიანებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ სკოლები უნდა ასწავლიდნენ არა მხოლოდ რელიგიურ ტექსტებს, არამედ მეცნიერებას, ლიტერატურას, ისტორიას. ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ გამბედაობა და ეწინააღმდეგებინათ სისტემას, რომელიც არსებობდა საუკუნეების განმავლობაში.
მაგრამ ილია ასევე ეძებდა რაღაც სხვას ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ შენარჩუნება საიდუმლოებისა. რადგან ის იცოდა, რომ თუ მისი გეგმები ნაადრევად გახდებოდა ცნობილი, ძალები, რომლებიც აკონტროლებდნენ განათლებას საქართველოში, გააკეთებდნენ ყველაფერს, რათა შეეჩერებინათ ის. რატომ იყო ილია ასე დარწმუნებული, რომ ეკლესია წინ აღუდგებოდა მის გეგმებს? რა იცოდა მან, რაც ჩვენ არ ვიცით? და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ის ენდობოდა თავისი ყველაზე საიდუმლო გეგმების გაზიარებით? 1865 წლის მარტში ილია დაიწყო მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც შეიცავდა მის ხედვას საქართველოს განათლების მომავლის შესახებ. ეს დოკუმენტი არ იყო განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის. ის იყო შიდა დოკუმენტი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ ნაწილი მისი საიდუმლო ქსელისა. დოკუმენტში ილია აღწერდა სამ ძირითად პრობლემას, რომელიც არსებობდა საქართველოს განათლების სისტემაში. პირველი პრობლემა იყო ის, რომ უმეტესობა სკოლებისა იყო კონტროლირებული ეკლესიის მიერ და ეს ნიშნავდა, რომ სასწავლო პროგრამა იყო ძირითადად რელიგიური. მეორე პრობლემა იყო ის, რომ მასწავლებლები არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულნი, უმეტესობა მათგანი იყვნენ მღვდლები, რომლებსაც არ ჰქონდათ პედაგოგიური განათლება. მესამე პრობლემა იყო ის, რომ განათლება არ იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის, მხოლოდ მდიდარი ოჯახების შვილებს შეეძლოთ სკოლაში სიარული. მაგრამ ილია არ შემოიფარგლა მხოლოდ პრობლემების აღწერით. მან შემოგთავაზა კონკრეტული გადაწყვეტილებები. პირველი გადაწყვეტილება იყო შექმნა საზოგადოებისა, რომელიც დაეხმარებოდა ხალხს ისწავლონ კითხვა და წერა. ეს საზოგადოება უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ეკლესიისგან და რუსული ადმინისტრაციისგან. მეორე გადაწყვეტილება იყო შექმნა მასწავლებელთა მომზადების პროგრამისა, რომელიც ასწავლიდა არა მხოლოდ რელიგიურ საგნებს, არამედ თანამედროვე პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, მეთოდიკას. მესამე გადაწყვეტილება იყო შექმნა სკოლების ქსელისა, რომლებიც იქნებოდნენ ღია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა. ეს იყო რევოლუციური გეგმა. ეს იყო გეგმა, რომელიც ემუქრებოდა არსებულ სისტემას. და ილია იცოდა ეს. მაგრამ რატომ გადაწყვიტა მან, რომ ეს იყო სწორი დრო ამ გეგმის განსახორციელებლად? რა ხედავდა მან, რაც სხვებმა ვერ დაინახეს? 1865 წლის aprilში ილია მიიღო წერილი. ეს წერილი მოვიდა თბილისის სასულიერო აკადემიიდან. წერილი იყო ხელმოწერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სასულიერო პირის მიერ, რომელიც იყო პასუხისმგებელი განათლების საკითხებზე. წერილში ეწერა, რომ აკადემიამ გაიგო ილიას გეგმების შესახებ და სურდა შეხვედრა მასთან, რათა განიხილათ ეს საკითხები. ტონი წერილისა იყო თავაზიანი, თუმცა ილიამ შეამჩნია რაღაც, რაც აწუხებდა მას. წერილში იყო ფრაზა, რომელიც ამბობდა, ჩვენ ვიცით, რომ თქვენი განზრახვები არის კეთილშობილური, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზოგიერთი თქვენი იდეა შეიძლება იყოს საშიში ჩვენი ხალხის სულიერი კეთილდღეობისთვის. ილია იცოდა, რომ ეს იყო გაფრთხილება. იცოდა, რომ ეკლესია აკვირდებოდა მას. მაგრამ როგორ გაიგეს მათ მისი გეგმების შესახებ? ვინ უთხრა მათ? ილია დაიწყო ფიქრი იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუზიარა თავისი იდეები. 5 ადამიანი, რომლებსაც შეხვდა პირველ კვირაში. ყველა მათგანი ჩანდა სანდო. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო ინფორმატორი. ერთ-ერთი მათგანი უნდა გადაეცა ინფორმაცია ეკლესიისთვის. მაგრამ ვინ? და რატომ? ილიამ გადაწყვიტა, რომ უპასუხოს წერილს. მან დაწერა თავაზიანი პასუხი, სადაც ამბობდა, რომ მზად იყო შეხვედრისთვის. მაგრამ ის ასევე დაწერა რაღაც სხვა, ის დაწერა, რომ მისი იდეები არ იყო მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ იყო მიმართული ხალხის განათლების დონის ამაღლებისკენ. ის დაწერა, რომ ის სწამდა, რომ განათლება და რელიგია შეიძლება თან არსებობდნენ, მაგრამ რომ განათლება არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ რელიგიური. ეს იყო ფრთხილად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ცდილობდა არ გამოიწვიოს პირდაპირი კონფლიქტი, მაგრამ ასევე არ უარყოფდა მის ძირითად პრინციპებს. მაგრამ ილია იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. იცოდა, რომ ეკლესია არ დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ თავაზიანი წერილებით. იცოდა, რომ მალე მოვიდოდა რეალური ბრძოლა. და ის ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის. 1865 წლის მაისში მოხდა შეხვედრა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ილია ჭავჭავაძე შევიდა თბილისის სასულიერო აკადემიის შენობაში დილის 10 საათზე.
მას ელოდნენ სამი მაღალჩინოსანი სასულიერო პირი, ეპისკოპოსი, რომელიც იყო პასუხისმგებელი განათლების საკითხებზე, არქიმანდრიტი, რომელიც ხელმძღვანელობდა აკადემიას, და ერთი მღვდელი, რომელიც იყო ცნობილი თავისი კონსერვატიული შეხედულებებით. შეხვედრა გრძელდებოდა 3 საათს. და ამ 3 საათის განმავლობაში ილია გაიგო, რამდენად ღრმა იყო კონფლიქტი, რომელიც მას ელოდა. შეხვედრა დაიწყო თავაზიანად. ეპისკოპოსმა მიესალმა ილიას და უთხრა, რომ ეკლესია აფასებდა მის ინტერესს განათლების საკითხებით. მან თქვა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო მთავარი ძალა განათლების გავრცელებაში საქართველოში და რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც იზიარებდა ამ მიზანს. მაგრამ შემდეგ ტონი შეიცვალა. არქიმანდრიტმა დაიწყო საუბარი იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მოდიოდა დასავლეთიდან, საფრთხეები, რომლებიც ემუქრებოდნენ ქართველი ხალხის სულიერ ფასეულობებს. მან თქვა, რომ ზოგიერთი იდეა, რომელიც ვრცელდებოდა ევროპაში, იყო საშიში, რადგან ისინი ცდილობდნენ გამოეხოთ განათლება რელიგიისგან. მან თქვა, რომ ეს იყო შეუძლებელი და საშიში, რადგან განათლება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს სულიერ ფასეულობებს. ილია უსმენდა ყურადღებით. ის იცოდა, რომ ეს იყო არა მხოლოდ თეორიული დისკუსია, ეს იყო პირდაპირი გამოწვევა მისი იდეებისადმი. როდესაც არქიმანდრიტმა დაასრულა, ილიამ დაიწყო საუბარი. მან თქვა, რომ ის სრულიად ეთანხმებოდა იმას, რომ განათლება უნდა ეფუძნებოდეს ფასეულობებს. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ ეს ფასეულობები არ უნდა იყოს მხოლოდ რელიგიური. მან თქვა, რომ ბავშვები ასევე უნდა ისწავლონ მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა, საგნები, რომლებიც დაეხმარებოდათ გაიგოთ სამყარო და მათი ადგილი მასში. მან თქვა, რომ ეს არ იყო რელიგიის წინააღმდეგ, არამედ იყო რელიგიის დამატება. მაგრამ მესამე სასულიერო პირი, კონსერვატიული მღვდელი, არ დაკმაყოფილდა ამ პასუხით. მან თქვა, რომ ილიას იდეები იყო საშიში, რადგან ისინი ხსნიდნენ კარს სეკულარიზმისთვის, იდეოლოგიისთვის, რომელიც ცდილობდა გამოეყო ეკლესია სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან. მან თქვა, რომ ეს იყო დასავლური იდეა, რომელიც არ შეეფერებოდა საქართველოს. მან თქვა, რომ საქართველოში ეკლესია ყოველთვის იყო ერისგული და რომ ნებისმიერი მცდელობა შეესუსტებინა ეკლესიის როლი იყო მცდელობა შეესუსტებინა თავად ერი. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა. და ილია იცოდა, რომ ის უნდა ეპასუხა ფრთხილად. მან თქვა, რომ ის არასოდეს არ ამბობდა, რომ ეკლესია უნდა გამოეყო საზოგადოებისგან. მან თქვა, რომ ის სწამდა, რომ ეკლესიას ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ განათლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა იყოს კონტროლირებული მხოლოდ ერთი ინსტიტუციის მიერ. მან თქვა, რომ განათლება უნდა ყოფილიყო ღია ყველა იდეისთვის, ყველა პერსპექტივისთვის, ყველა ხედვისთვის. და ეს ნიშნავდა, რომ სკოლები არ უნდა ყოფილიყვნენ კონტროლირებულნი მხოლოდ ეკლესიის მიერ. შეხვედრა დასრულდა ცივად. სასულიერო პირებმა უთხრეს ილიას, რომ ისინი განიხილავდნენ მის იდეებს და რომ ისინი დაუკავშირდებოდნენ მას მოგვიანებით. მაგრამ ილია იცოდა, რომ ეს იყო დიპლომატიური უარი. იცოდა, რომ ეკლესია არ მხარდაჭერდა მის გეგმებს. იცოდა, რომ ახლა ის უნდა ემოქმედა დამოუკიდებლად. როდესაც ილია გავიდა აკადემიიდან, მას ელოდა ერთ-ერთი მისი მეგობარი, ახალგაზრდა ინტელექტუალი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 5 ადამიანიდან, რომლებსაც ილია შეხვდა პირველ კვირაში. მეგობარმა ჰკითხა, როგორ წავიდა შეხვედრა. ილიამ უთხრა სიმართლე, რომ ეკლესია არ მხარდაჭერდა მის იდეებს და რომ ახლა ისინი უნდა მოქმედებდნენ სხვაგვარად. მეგობარმა ჰკითხა, რას გულისხმობდა ის. ილიამ უთხრა, რომ ისინი უნდა შეექმნათ საკუთარი ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი ეკლესიისგან და რომელიც მუშაობდა განათლების გავრცელებაზე საკუთარი გზით. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. ეს იყო მომენტი, როდესაც ილია გადაწყვიტა, რომ ის არ დაელოდებოდა ნებართვას ეკლესიისგან. ის მოქმედებდა დამოუკიდებლად. მაგრამ როგორ შეიძლებოდა შექმნა ორგანიზაციისა, რომელიც იქნებოდა საკმარისად ძლიერი, რათა დაეწინააღმდეგებინა ეკლესიის გავლენას. და ვინ დაეხმარებოდა მას ამ საქმეში. 1865 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო საიდუმლო შეხვედრების სერია. ეს შეხვედრები ხდებოდა სხვადასხვა ადგილებში, ზოგჯერ კერძო სახლებში, ზოგჯერ პატარა კაფეებში, ზოგჯერ ღია ცის ქვეშ, სადაც არავინ შეეძლო მოსმენა. ყოველ შეხვედრაზე ილია საუბრობდა ადამიანებთან, რომლებიც იზიარებდნენ მის ხედვას, ადამიანებთან, რომლებიც სწამდათ, რომ განათლება უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის და რომ სკოლები უნდა ასწავლიდნენ არა მხოლოდ რელიგიურ საგნებს. ამ შეხვედრებზე ილია აგროვებდა მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებიც იქნებოდნენ მზად დაეხმარონ მას მის გეგმების განხორციელებაში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოხდა ივნისის ბოლოს. ილია შეხვდა ჯგუფს ახალგაზრდა მასწავლებლებისა, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა სკოლებში თბილისში და მის გარეთ. ეს მასწავლებლები იყვნენ იმედგაცრუებულნი არსებული სისტემით, რომელიც არ აძლევდა მათ თავისუფლებას, ესწავლებინათ ის, რაც მათ სურდათ. ისინი იყვნენ იძულებულნი მიჰყოლოდნენ სასწავლო პროგრამას, რომელიც იყო დადგენილი ეკლესიის მიერ, პროგრამას, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითადად რელიგიურ საგნებზე და რომელიც არ აძლევდა საკმარის დროს მეცნიერებისთვის, ლიტერატურისთვის, ისტორიისთვის. ილიამ უთხრა ამ მასწავლებლებს თავისი ხედვა. მან უთხრა, რომ ის სურდა შექმნა ორგანიზაციისა, რომელიც დაეხმარებოდა ხალხს ისწავლონ კითხვა და წერა. ორგანიზაცია, რომელიც შექმნიდა სკოლებს, სადაც ბავშვები ისწავლიდნენ არა მხოლოდ რელიგიურ საგნებს, არამედ ყველა საგანს, რომელიც საჭირო იყო მათი განვითარებისთვის. ორგანიზაცია, რომელიც მომზადებდა მასწავლებლებს, რომლებსაც ექნებოდათ თანამედროვე პედაგოგიური ცოდნა და რომლებიც შეეძლებოდათ ესწავლებინათ ეფექტურად. მასწავლებლები მოусმინეს ყურადღებით. ზოგიერთი მათგანი იყო სკეპტიკური, ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ძალიან ამბიციური გეგმა და რომ ეკლესია არასოდეს დაუშვებდა ამას. მაგრამ სხვები იყვნენ ენთუზიაზმით სავსე. ისინი ამბობდნენ, რომ ისინი მზად იყვნენ დაეხმარონ ილიას, რომ ისინი მზად იყვნენ რისკისთვის, რადგან ისინი სწამდათ, რომ ეს იყო სწორი საქმე. ერთ-ერთმა მასწავლებელმა, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ასწავლიდა ერთ-ერთ სოფლის სკოლაში, უთხრა ილიას ისტორია, რომელმაც ღრმად შეეხო მას. მან უთხრა, რომ მის სკოლაში იყო ბავშვი, ძალიან ნიჭიერი ბავშვი, რომელიც უყვარდა მეცნიერება. ეს ბავშვი ყოველთვის სვამდა კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა სამყარო, რატომ იხოცა ლურჯი, რატომ ვარდებოდა წვიმა. მაგრამ მასწავლებელს არ შეეძლო უპასუხოს ამ კითხვებზე, რადგან სასწავლო პროგრამა არ მოიცავდა მეცნიერებას. მან უნდა ეთქვა ბავშვისთვის, რომ ეს კითხვები არ იყო მნიშვნელოვანი, რომ მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ რელიგიური საგნები. და ბავშვმა დაკარგა ინტერესი სწავლისადმი. ეს ისტორია აჩვენებდა, თუ რა ზიანს აყენებდა არსებული სისტემა, რომელიც კლავდა ბავშვების ცნობის მოყვარეობას და რომელიც არ აძლევდა მათ შესაძლებლობას, განევითარებინათ თავიანთი პოტენციალი. ილია იცოდა, რომ ეს იყო ზუსტად ის, რისი შეცვლაც სურდა. იცოდა, რომ ის უნდა შეექმნა სისტემა, რომელიც წაახალისებდა ბავშვების ცნობის მოყვარეობას, რომელიც პასუხობდა მათ კითხვებზე, რომელიც აძლევდა მათ ინსტრუმენტებს, რათა გაეგოთ სამყარო. და ამ მასწავლებლების დახმარებით, ის იცოდა, რომ ეს იყო შესაძლებელი. ივნისის ბოლოს ილიას ჰქონდა დაახლოებით 25 ადამიანი, რომლებიც იყვნენ მზად დაეხმარონ მას. ეს იყვნენ მასწავლებლები, ინტელექტუალები, ბიზნესმენები, თუნდაც რამდენიმე მღვდელი, რომლებიც სწამდათ, რომ ეკლესია უნდა ყოფილიყო უფრო ღია ცვლილებებისადმი. ამ ადამიანებთან ერთად ილიამ დაიწყო მუშაობა კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც მოიცავდა ორგანიზაციის შექმნას, სკოლების გახსნას, მასწავლებელთა მომზადებას. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს გეგმა საჭიროებდა ბევრ ფულს. და ეს იყო პრობლემა, რადგან ეკლესია კონტროლირებდა უმეტესობა ფინანსური რესურსებისა, რომლებიც იყო ხელმისაწვდომი განათლებისთვის. როგორ შეძლებდა ილია მოძიებას ფულისა თავისი გეგმებისთვის? ვინ დაეხმარებოდა მას? და რა ფასი უნდა გადაეხადა ამისთვის? 1865 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ გააკეთა რაღაც, რაც იყო ძალიან რისკიანი. მან გადაწყვიტა, რომ მიმართოს პირდაპირ საზოგადოებას. მან დაწერა სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში. სტატიაში ის საუბრობდა განათლების მნიშვნელობაზე. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ განათლება იყო გასაღები ერის განვითარებისთვის. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ განათლება შეიძლება დაეხმარა ხალხს გამოსულიყვნენ სიღარიბიდან, გაეუმჯობესებინათ თავიანთი ცხოვრება, შეექმნათ უკეთესი მომავალი თავიანთი შვილებისთვის. მაგრამ ის ასევე საუბრობდა იმაზე, რომ განათლება საქართველოში იყო არასაკმარისი. ის საუბრობდა იმაზე, რომ ძალიან ცოტა ბავშვს ჰქონდათ წვდომა სკოლებზე. ის საუბრობდა იმაზე, რომ სასწავლო პროგრამა იყო ძალიან შეზღუდული. და ის საუბრობდა იმაზე, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. სტატია გამოიწვია დიდი რეზონანსი. ბევრმა ადამიანმა წაიკითხა ის და ბევრმა დაეთანხმა ილიას. ისინი ამბობდნენ, რომ ის იყო მართალი, რომ განათლება იყო პრობლემა და რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ სტატიამ ასევე გამოიწვია რეაქცია ეკლესიისგან. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სასულიერო პირმა გამოაქვეყნა საპასუხო სტატია იმავე გაზეთში. ამ სტატიაში ის აკრიტიკებდა ილიას. ის ამბობდა, რომ ილია არ ესმოდა რეალობა. ის ამბობდა,
რომ ეკლესია ყოველთვის იყო მთავარი ძალა განათლების გავრცელებაში საქართველოში და რომ ეკლესია აგრძელებდა ამ როლის შესრულებას. ის ამბობდა, რომ ილიას იდეები იყო საშიში, რადგან ისინი ცდილობდნენ შეესუსტებინათ ეკლესიის როლი საზოგადოებაში. ეს იყო საჯარო კონფლიქტის დასაწყისი. ეს იყო მომენტი, როდესაც ბრძოლა ილიასა და ეკლესიას შორის გახდა ღია. და ილია იცოდა, რომ ახლა ის უნდა ყოფილიყო ძალიან ფრთხილი. იცოდა, რომ ეკლესიას ჰქონდა დიდი ძალა და გავლენა. იცოდა, რომ ეკლესიას შეეძლო გამოეყენებინა ეს ძალა მის წინააღმდეგ. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის არ შეეძლო უკან დახევა. იცოდა, რომ ის უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა. ივლისის შუა რიცხვებში ილიამ მიიღო მეორე წერილი სასულიერო აკადემიიდან. ამჯერად წერილი არ იყო თავაზიანი. წერილში ეწერა, რომ აკადემია მიიჩნევდა ილიას სტატიას როგორც თავდასხმას ეკლესიის მიმართ. წერილში ეწერა, რომ თუ ილია გააგრძელებდა ასეთ სტატიების წერას, ეკლესია იქნებოდა იძულებული მიიღოს ზომები. წერილი არ აკონკრეტებდა, თუ რა ზომები იყო ეს, მაგრამ ტონი იყო მუქარის სავსე. ილია იცოდა, რომ ეს იყო სერიოზული გაფრთხილება. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის არ შეეძლო შეშინება. ის გადაწყვიტა, რომ უპასუხოს წერილს. მან დაწერა პასუხი, სადაც ამბობდა, რომ მისი სტატია არ იყო თავდასხმა ეკლესიის მიმართ. ის ამბობდა, რომ ის პატივს სცემდა ეკლესიას და მის როლს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მაგრამ ის ასევე ამბობდა, რომ განათლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რათა იყოს იგნორირებული. ის ამბობდა, რომ ის გააგრძელებდა საუბარს განათლების პრობლემებზე, რადგან ეს იყო მისი მოვალეობა როგორც მოქალაქისა და როგორც ინტელექტუალისა. ეს პასუხი იყო გამბედაობის აქტი. ეს იყო პირდაპირი უარი დაემორჩილებინა ეკლესიის მოთხოვნებს. და ილია იცოდა, რომ ეს ნიშნავდა, რომ კონფლიქტი გაღრმავდებოდა. ივლისის ბოლოს ილიამ მოიწვია თავისი მხარდამჭერების საიდუმლო შეხვედრაზე. შეხვედრა მოხდა ერთ-ერთი მისი მეგობრის სახლში ღამის გვიან საათებში. შეხვედრაზე იყვნენ დაახლოებით 20 ადამიანი, ის 25 ადამიანიდან, რომლებიც ილიამ შეაგროვა ივნისში, 20 იყვნენ მზად მოსულიყვნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე. ილიამ უთხრა მათ სიტუაციის შესახებ. მან უთხრა, რომ ეკლესია აკრიტიკებდა მას და რომ ის მიიღო მუქარის სავსე წერილი. მან უთხრა, რომ კონფლიქტი გახდა ღია და რომ ახლა ისინი უნდა გადაეწყვიტათ, თუ როგორ მოიქცნენ. ზოგიერთი მხარდამჭერი იყო შეშინებული. ისინი ამბობდნენ, რომ ეკლესია იყო ძალიან ძლიერი და რომ ბრძოლა მის წინააღმდეგ იყო საშიში. ისინი ამბობდნენ, რომ შეიძლება უკეთესი იყო უკან დახევა მაინც დროებით, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდებოდა. მაგრამ სხვები იყვნენ უფრო გამბედავნი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ისინი უკან დახევდნენ ახლა, ისინი არასოდეს შეძლებდნენ განხორციელებას თავიანთი გეგმებისა. ისინი ამბობდნენ, რომ ისინი უნდა გაეგრძელებინათ ბრძოლა მიუხედავად რისკებისა. ილია უსმენდა ყველა მოსაზრებას. შემდეგ მან თქვა თავისი აზრი. მან თქვა, რომ ის ესმოდა შიში, რომელიც ჰქონდათ ზოგიერთ მათგანს. მან თქვა, რომ ის ასევე იყო შეშინებული. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ ის სწამდა, რომ ისინი აკეთებდნენ სწორ საქმეს. მან თქვა, რომ განათლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაეთმოთ ის შიშის გამო. მან თქვა, რომ თუ ისინი უკან დახევდნენ ახლა, ისინი ღალატობდნენ იმ ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ცუდომა განათლებაზე. მან თქვა, რომ ისინი უნდა გაეგრძელებინათ ბრძოლა, მაგრამ რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ფრთხილად და სტრატეგიულად. შეხვედრის ბოლოს ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელებდა მუშაობას. ისინი გადაწყვიტეს, რომ შექმნიდნენ ორგანიზაციას, რომელსაც ეწოდებოდა საზოგადოება წერა კითხვის გამავრცელებელი ქართულ ხალხში. ეს ორგანიზაცია იქნებოდა დამოუკიდებელი ეკლესიისგან და მუშაობდა განათლების გავრცელებაზე საკუთარი გზით. ისინი გადაწყვიტეს, რომ დაიწყებდნენ მოძიებას ფინანსური რესურსებისა, რომლებიც საჭირო იყო სკოლების გასახსნელად და მასწავლებელთა მოსამზადებლად. და ისინი გადაწყვიტეს, რომ გააგრძელებდნენ საჯარო კამპანიას, რომელიც ამაღლებდა ცნობიერებას განათლების მნიშვნელობის შესახებ. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. ეს იყო მომენტი, როდესაც ილიასა და მისმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არ დანებდნენ. ისინი ებრძოდნენ. მაგრამ რა ელოდათ მათ? რა გამოწვევები იყო წინ? და როგორ შეძლებდნენ ისინი გაუმკლავდნენ ეკლესიის ძალას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ახალგაზრდა მასწავლებელი 1866 წლის აგვისტოში. თქვენ მუშაობთ პატარა სოფლის სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ ძველ და ცვეთილ წიგნებით.
თქვენ იცით, რომ ეს ბავშვები იმსახურებენ უკეთესს, მაგრამ თქვენ ასევე იცით, რომ სისტემა არ იძლევა თქვენთვის საშუალებას, შესთავაზოთ მათ უკეთესი. ერთ დღეს თქვენ იღებთ საიდუმლო წერილს. წერილში ეწერა, რომ არსებობს ახალი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს შეცვალოს განათლების სისტემა საქართველოში. წერილში ეწერა, რომ ეს ორგანიზაცია ეძებს მასწავლებლებს, რომლებიც მზად არიან შეუერთდნენ ამ მოძრაობას. წერილში ეწერა, რომ ეს იქნება რისკიანი, მაგრამ რომ ეს იქნება ღირებული. რას გააკეთებდით? შეუერთდებოდით თუ დარჩებოდით უსაფრთხოებაში? და რა ფასი იქნებოდა თქვენი არჩევანისა? 1866 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძე და მისი მხარდამჭერები დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პირველი ნაბიჯი იყო ორგანიზაციის ოფიციალური დაფუძნება. ისინი გადაწყვიტეს, რომ ორგანიზაციას ეწოდებოდა საზოგადოება წერა-კითხვის გამავრცელებელი ქართულ ხალხში. ეს სახელი იყო ფრთხილად შერჩეული, ის არ იყო პროვოკაციული, მაგრამ ის ნათლად გამოხატავდა ორგანიზაციის მიზანს. ორგანიზაციის დაფუძნებისთვის საჭირო იყო ოფიციალური ნებართვა რუსული ადმინისტრაციისგან. ეს იყო რთული პროცესი, რადგან ადმინისტრაცია იყო ეჩვიანი ნებისმიერი ახალი ორგანიზაციის მიმართ, განსაკუთრებით ორგანიზაციის მიმართ, რომელიც შეეხებოდა განათლებას. ილიამ იცოდა, რომ ის საჭიროებდა დახმარებას. ის მიმართა რამდენიმე გავლენიან ადამიანს, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები რუსულ ადმინისტრაციასთან. ერთ-ერთი ეს ადამიანი იყო პრინცი ივანე მაჩაბელი, ცნობილი არისტოკრატი, რომელიც იყო ცნობილი თავისი პროგრესული შეხედულებებით. მაჩაბელი იყო ადამიანი, რომელსაც სწამდა განათლების მნიშვნელობა და რომელიც მზად იყო დაეხმარა ილიას. მაჩაბელმა გამოიყენა თავისი კავშირები და გავლენა, რათა დაეხმარა ილიას მიეღო საჭირო ნებართვები. ეს იყო გრძელი და რთული პროცესი, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე თვე. მაგრამ საბოლოოდ 1866 წლის ნოემბერში ორგანიზაციამ მიიღო ოფიციალური ნებართვა. ეს იყო დიდი გამარჯვება. ეს იყო პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე. მაგრამ ილია იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ახლა ისინი უნდა დაეწყოთ რეალური მუშაობა, სკოლების გახსნა, მასწავლებელთა მომზადება, სასწავლო მასალების შექმნა. და ყველაფერი ეს საჭიროებდა ფულს, ბევრ ფულს. ილიამ იცოდა, რომ ეკლესია არ მისცემდა მათ ფულს. იცოდა, რომ რუსული ადმინისტრაცია ასევე არ იქნებოდა დიდი დახმარება. ამიტომ ის გადაწყვიტა, რომ მიმართოს პირდაპირ ხალხს. 1867 წლის იანვარში ილიამ დაიწყო საჯარო კამპანია ფინანსური მხარდაჭერის მოსაძიებლად. ის დაწერა რამდენიმე სტატია, სადაც ის საუბრობდა ორგანიზაციის მიზნებზე და საჭიროებებზე. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ორგანიზაცია დაეხმარებოდა ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა განათლებაზე. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ორგანიზაცია შექმნიდა სკოლებს, სადაც ბავშვები ისწავლიდნენ არა მხოლოდ რელიგიურ საგნებს, არამედ მეცნიერებას, ლიტერატურას, ისტორიას. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ორგანიზაცია მომზადებდა მასწავლებლებს, რომლებსაც ექნებოდათ თანამედროვე პედაგოგიური ცოდნა. და ის მოუწოდებდა ხალხს, დაეხმარონ ორგანიზაციას ფინანსურად. რეაქცია იყო გასაოცარი. ბევრმა ადამიანმა გამოეხმაურა ილიას მოწოდებას. ზოგიერთი მათგანი იყვნენ მდიდარი ბიზნესმენები, რომლებმაც გააკეთეს დიდი შემოწირულობები. სხვები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს პატარა შემოწირულობები, რომლებიც იყო ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ. ერთმა ქალმა, ქვრივმა, რომელიც ცხოვრობდა პატარა სოფელში, გამოგზავნა წერილი ილიასთვის. წერილში ის წერდა, რომ მას ჰქონდა ორი შვილი, რომლებიც არ შეეძლოთ სკოლაში სიარული, რადგან არ იყო სკოლა მათ სოფელში. ის წერდა, რომ ის სურდა, რომ მისი შვილები ისწავლონ კითხვა და წერა, რათა ჰქონოდათ უკეთესი მომავალი. ის წერდა, რომ ის გამოგზავნიდა ყველაფერს, რაც მას ჰქონდა, რამდენიმე მანეთს, რომლებიც იყო მისი მთელი დანაზოგი. ეს წერილი ღრმად შეეხო ილიას. ეს აჩვენებდა, რომ ხალხი რეალურად ესაჭიროებოდა ის, რასაც ის ცდილობდა გაეკეთებინა. მაგრამ არა ყველა იყო მხარდამჭერი. ეკლესია აგრძელებდა კრიტიკას ილიასა და მისი ორგანიზაციის მიმართ. რამდენიმე მაღალჩინოსანმა სასულიერო პირმა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ისინი აკრიტიკებდნენ ორგანიზაციას. ისინი ამბობდნენ, რომ ორგანიზაცია იყო მცდელობა შეესუსტებინა ეკლესიის როლი განათლებაში. ისინი ამბობდნენ, რომ ორგანიზაცია ავრცელებდა საშიში იდეებს, რომლებიც მოდიოდა დასავლეთიდან. ისინი მოუწოდებდნენ ხალხს, არ დაეხმარონ ორგანიზაციას. ზოგიერთი მათგანი თუნდაც ამბობდა, რომ ორგანიზაცია იყო ნაწილი უფრო დიდი შეთქმულებისა.
რომელიც მიზნად ისახავდა განადგურებას ქართული ტრადიციებისა და ფასეულობებისა. ეს კრიტიკა იყო მტკივნეული ილიასთვის. მაგრამ ის არ შეჩერებულა. ის აგრძელებდა მუშაობას. ის იცოდა, რომ ისაკეთებდა სწორ საქმეს. იცოდა, რომ ის ებრძოდა არა ეკლესიას, არამედ ებრძოდა იგნორანტობას, სიღარიბეს, უსამართლობას. და ის იცოდა, რომ ეს ბრძოლა იყო ღირებული. რატომ იყო ეკლესია ასე მტრულად განწყობილი ილიას ორგანიზაციის მიმართ? რას ეშინოდა ეკლესიას? და როგორ შეძლებდა ილია გაეგრძელებინა თავისი მუშაობა ამ მუდმივი კრიტიკის ფონზე? 1867 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძემ გახსნა პირველი სკოლა, რომელიც იყო დაფუძნებული მისი ორგანიზაციის მიერ. ეს სკოლა იყო მდებარე პატარა სოფელში, დაახლოებით 50 კილომეტრით თბილისიდან. სოფელი იყო ღარიბი და უმეტესობა მოსახლეობისა იყვნენ გლეხები, რომლებიც მუშაობდნენ მიწაზე. ამ სოფელში არ იყო სკოლა და ბავშვები არ შეეძლოთ სწავლა. ილიამ აირჩია ეს სოფელი პირველი სკოლისთვის. რადგან ის სურდა აეჩვენებინა, რომ განათლება შეიძლება ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის, მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა ან ეკონომიკური მდგომარეობისა. სკოლის გახსნა იყო დიდი მოღვაწეობა. ილიამ და მისმა მხარდამჭერებმა უნდა მოეძიებინათ შენობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო როგორც სკოლა. ისინი იპოვეს ძველი სახლი, რომელიც იყო ნახევრად დანგრეული. ისინი გააკეთეს რემონტი, შეიძინეს ავეჯი, შეიძინეს წიგნები და სასწავლო მასალები. ისინი ასევე უნდა ეპოვათ მასწავლებელი, რომელიც იქნებოდა მზად მუშაობისთვის ამ ღარიბ სოფელში და რომელიც იზიარებდა ორგანიზაციის ხედვას. ისინი იპოვეს ახალგაზრდა ქალი, სახელად ანა, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ მასწავლებლებიდან, რომლებიც შეხვდნენ ილიას ივნისში. ანა იყო ენთუზიაზმით სავსე და მზად იყო ამ გამოწვევისთვის. სკოლის გახსნის დღე იყო დაუვიწყარი. მოვიდა თითქმის მთელი სოფელი, მშობლები, ბავშვები, ხანდაზმულები. ყველა იყო ცნობის მოყვარე. რა იქნებოდა ეს ახალი სკოლა? ილია გამოვიდა და გააკეთა მოკლე სიტყვა. მან თქვა, რომ ეს სკოლა იყო საჩუქარი ამ სოფლისთვის. მან თქვა, რომ ამ სკოლაში ბავშვები ისწავლიდნენ კითხვას, წერას, ანგარიშს. ისინი ისწავლიდნენ მეცნიერებას, ისტორიას, ლიტერატურას. ისინი ისწავლიდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იყო მათი განვითარებისთვის. მან თქვა, რომ ეს სკოლა იყო მხოლოდ დასაწყისი და რომ მალე იქნებოდა მეტი სკოლები სხვა სოფლებში. მან თქვა, რომ განათლება იყო გასაღები უკეთესი მომავლისთვის. მშობლები უსმენდნენ ყურადღებით. ზოგიერთი მათგანი იყო ეჩვიანი, ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ეს სკოლა იქნებოდა განსხვავებული სხვა სკოლებისგან. მაგრამ სხვები იყვნენ იმედით სავსე. ისინი ხედავდნენ ამ სკოლაში შესაძლებლობას თავიანთი შვილებისთვის, შესაძლებლობას, რომელიც მათ არასოდეს ჰქონიათ. ერთმა მამამ ხანდაზმულმა გლეხმა მივიდა ილიასთან შეხვედრის შემდეგ. მან უთხრა ილიას, რომ მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც იყო ძალიან ნიჭიერი. მან თქვა, რომ ის ყოველთვის ოცნებობდა, რომ მისი ვაჟი ისწავლიდა კითხვას და წერას, მაგრამ რომ არ იყო სკოლა მათ სოფელში. მან თქვა, რომ ახლა, ამ ახალი სკოლის წყალობით, მისი ოცნება შეიძლება ასრულდეს. მან მადლობა გადაუხადა ილიას ცრემლებით თვალებში. ეს მომენტი იყო ყველაფერი, რისთვისაც ილია ებრძოდა. ეს იყო მომენტი, როდესაც ის ხედავდა რეალურ შედეგს თავისი მუშაობისა. ეს იყო მომენტი, როდესაც ის იცოდა, რომ ყველაფერი, ყველა რისკი, ყველა ბრძოლა, ყველა კრიტიკა იყო ღირებული. მაგრამ ეს მომენტი არ გაგრძელდა დიდხანს. რამდენიმე კვირის შემდეგ ილიამ მიიღო ცნობა, რომ ადგილობრივი მღვდელი აკრიტიკებდა სკოლას. მღვდელი ამბობდა, რომ სკოლა იყო საშიში, რადგან ის არ ასწავლიდა საკმარისად რელიგიურ საგნებს. ის ამბობდა, რომ ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ ამ სკოლაში, კარგავდნენ თავიანთ სულიერ ფასეულობებს. ის მოუწოდებდა მშობლებს არ გაეგზავნათ თავიანთი შვილები ამ სკოლაში. ზოგიერთი მშობელი დაეთანხმა მღვდელს და გამოიყვანა თავისი შვილები სკოლიდან. ეს იყო დარტყმა ილიასთვის. მაგრამ ის არ დანებდა. ის მივიდა სოფელში და შეხვდა მშობლებს. ის უთხრა მათ, რომ სკოლა რეალურად ასწავლიდა რელიგიურ საგნებს, მაგრამ რომ ის ასევე ასწავლიდა სხვა საგნებს, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი. ის უთხრა მათ, რომ განათლება არ იყო რელიგიის წინააღმდეგ, არამედ იყო რელიგიის დამატება. ზოგიერთი მშობელი დარწმუნდა და დააბრუნა თავისი შვილები სკოლაში. მაგრამ სხვები დარჩნენ ეჩვიანად. კონფლიქტი გრძელდებოდა. და ილია იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. იცოდა, რომ ეკლესია გააგრძელებდა ბრძოლას მის წინააღმდეგ. იცოდა,
რომ ის უნდა ყოფილიყო მზად უფრო დიდი გამოწვევებისთვის. რატომ იყო ადგილობრივი მღვდლები ასე მტრულად განწყობილნი ილიას სკოლების მიმართ? რას ხედავდნენ ისინი როგორც საფრთხეს? და როგორ შეძლებდა ილია დაეცვა თავისი სკოლები ამ მუდმივი თავდასხმებისგან? 1867 წლის ზაფხულში ილია ჭავჭავაძემ გახსნა კიდევ 3 სკოლა სხვადასხვა სოფლებში. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ხსნიდა ახალ სკოლას, ის აწყდებოდა იმავე პრობლემებს. ადგილობრივი მღვდლები აკრიტიკებდნენ სკოლებს, ზოგიერთი მშობელი იყო ეჭვიანი, ზოგიერთი მათგანი თუნდაც ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ილია არ ჩერდებოდა. ის აგრძელებდა მუშაობას. ის იცოდა, რომ ყოველი ახალი სკოლა იყო გამარჯვება, გამარჯვება იგნორანტობის წინააღმდეგ, გამარჯვება სიღარიბის წინააღმდეგ, გამარჯვება უსამართლობის წინააღმდეგ. მაგრამ ილია ასევე იცოდა, რომ სკოლების გახსნა იყო მხოლოდ ნაწილი ამოცანისა. ის ასევე საჭიროებდა მასწავლებლებს, კარგ მასწავლებლებს, რომლებსაც ექნებოდათ თანამედროვე პედაგოგიური ცოდნა და რომლებიც იზიარებდნენ ორგანიზაციის ხედვას. ამიტომ ის გადაწყვიტა, რომ შექმნას მასწავლებელთა მომზადების პროგრამა. ეს პროგრამა იქნებოდა განკუთვნილი ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც სურდათ გამხდარიყვნენ მასწავლებლები. პროგრამა ასწავლიდა არა მხოლოდ საგნებს, რომლებიც უნდა ესწავლებინათ ბავშვებს, არამედ ასევე პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, მეთოდიკას, ყველაფერს, რაც საჭირო იყო, რათა ყოფილიყვნენ ეფექტური მასწავლებლები. 1867 წლის სექტემბერში ილიამ გახსნა პირველი მასწავლებელთა მომზადების კურსი. კურსი გრძელდებოდა 6 თვეს და იყო განკუთვნილი 20 სტუდენტისთვის. სტუდენტები იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ სხვადასხვა ნაწილებიდან საქართველოსა. ზოგიერთი მათგანი იყო უკვე მასწავლებელი და სურდა გაეუმჯობესებინა თავისი უნარები. სხვები იყვნენ ახალბედები, რომლებიც ოცნებობდნენ გამხდარიყვნენ მასწავლებლები. ყველა მათგანი იზიარებდა ერთსა და იმავე ხედვას განათლებისა, რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომი ყველასთვის და რომელიც ემსახურებოდა ერის განვითარებას. კურსი იყო ინტენსიური. სტუდენტები სწავლობდნენ დილიდან საღამომდე. ისინი სწავლობდნენ ქართულ ენას, მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, მეცნიერებას. ისინი ასევე სწავლობდნენ პედაგოგიკას, როგორ ესწავლებინათ ეფექტურად, როგორ მოტივირებულიყვნენ ბავშვები, როგორ შეექმნათ პოზიტიური სასწავლო გარემო. ისინი სწავლობდნენ ფსიქოლოგიას, როგორ გაიგოთ ბავშვების განვითარება, როგორ გამკლავდნენ სხვადასხვა ქცევით პრობლემებს. ისინი სწავლობდნენ მეთოდიკას, კონკრეტულ ტექნიკებს და სტრატეგიებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულიყო სწავლების პროცესში. მაგრამ კურსი იყო არა მხოლოდ თეორიული. სტუდენტები ასევე ატარებდნენ პრაქტიკას სკოლებში, რომლებიც იყო გახსნილი ორგანიზაციის მიერ. ისინი აკვირდებოდნენ გამოცდილ მასწავლებლებს. ისინი თვითონ ატარებდნენ გაკვეთილებს, ისინი იღებდნენ უკავშირს და ისწავლიდნენ თავიანთი შეცდომებიდან. ეს პრაქტიკა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის აძლევდა სტუდენტებს რეალურ გამოცდილებას, რომელიც არ შეიძლებოდა მიღებულიყო მხოლოდ წიგნებიდან. კურსის ბოლოს სტუდენტები ჩააბარეს გამოცდები. ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა და მიიღო სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი იყო დადასტურება იმისა, რომ ისინი იყვნენ კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებსაც ჰქონდათ საჭირო ცოდნა და უნარები. ილია იყო ძალიან ამაკი ამ სტუდენტებით. ის იცოდა, რომ ისინი იქნებოდნენ მომავალი თაობის მასწავლებლები, რომლებიც გაავრცელებდნენ განათლებას მთელს საქართველოში. მაგრამ ეკლესია არ იყო კმაყოფილი. რამდენიმე მაღალჩინოსანმა სასულიერო პირმა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ისინი აკრიტიკებდნენ მასწავლებელთა მომზადების პროგრამას. ისინი ამბობდნენ, რომ ეს პროგრამა იყო მცდელობა შექმნას მასწავლებლები, რომლებიც არ იქნებოდნენ ერთგულნი ეკლესიის მიმართ. ისინი ამბობდნენ, რომ ეს მასწავლებლები ასწავლიდნენ საშიშ იდეებს, რომლებიც მოდიოდა დასავლეთიდან. ისინი მოუწოდებდნენ ხალხს, არ ენდოთ ამ მასწავლებლებს. ზოგიერთი მათგანი თუნდაც ამბობდა, რომ ეს მასწავლებლები იყვნენ მოღალატეები, რომლებიც ცდილობდნენ განადგურებას ქართული ტრადიციებისა. ეს იყო სერიოზული ბრალდება. ეს იყო ბრალდება, რომელიც შეიძლება ჰქონოდა სერიოზული შედეგები. ილია იცოდა, რომ ის უნდა ეპასუხა. ის დაწერა სტატია, სადაც ის უარყოფდა ამ ბრალდებებს. ის ამბობდა, რომ მასწავლებლები, რომლებიც მომზადდნენ მისი პროგრამის მეშვეობით, იყვნენ ერთგულნი საქართველოს მიმართ. ის ამბობდა, რომ ისინი არ ასწავლიდნენ საშიშ იდეებს, არამედ ასწავლიდნენ იდეებს, რომლებიც იყო საჭირო ერის განვითარებისთვის. ის ამბობდა, რომ განათლება არ იყო ღალატი, არამედ იყო პატრიოტიზმი, რომელიც გამოიხატებოდა მზრუნველობაში ერის მომავლის მიმართ.
მაგრამ ეკლესია არ დაკმაყოფილდა ამ პასუხით. კონფლიქტი გრძელდებოდა და ღრმავდებოდა. და ილია იცოდა, რომ მალე მოვიდოდა მომენტი, როდესაც ის უნდა გადაეწყვიტა, გაეგრძელებინა ბრძოლა თუ დაეთმო თავისი პრინციპები. რა იყო რეალური მიზეზი ეკლესიის მტრობისა ილიას მიმართ? რას ეშინოდა ეკლესიას ნამდვილად? და როგორ შეძლებდა ილია გაეგრძელებინა თავისი მუშაობა, როდესაც ყველა ძალა ჩანდა მის წინააღმდეგ? 1862 წლის გაზაფხულზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტი ილიასა და ეკლესიას შორის. ერთ-ერთ სოფელში, სადაც ილიამ გახსნა სკოლა, ადგილობრივმა მღვდელმა გამართა ქადაგება, სადაც ის პირდაპირ თავს დაესხა ილიას და მის ორგანიზაციას. მღვდელმა თქვა, რომ ილია იყო ეშმაკის მსახური, რომელიც ცდილობდა გაეფუჭებინა ქართველი ხალხის სული. მან თქვა, რომ სკოლები, რომლებიც ილიამ გახსნა, იყო ცოდვის სახლები, სადაც ბავშვები სწავლობდნენ ღმერთის წინააღმდეგ. მან მოუწოდა მშობლებს დაეხურათ ეს სკოლები და დაებრუნებინათ განათლება ეკლესიის ხელში. ეს ქადაგება გამოიწვია დიდი აღშფოთება სოფელში. ზოგიერთი მშობელი დაეთანხმა მღვდელს და მოითხოვა სკოლის დახურვას. სხვები დაიცვა სკოლას და თქვეს, რომ მღვდელი არ იყო მართალი. დაიწყო კონფლიქტი სოფელში, კონფლიქტი, რომელიც გაყო ოჯახებს და მეგობრებს. ზოგიერთი ადამიანი თუნდაც შეწყვიტა საუბარი ერთმანეთთან. სიტუაცია გახდა ძალიან დაძაბული. ილიამ გაიგო ამ ინციდენტის შესახებ და გადაწყვიტა, რომ პირადად წასულიყო სოფელში. ის მივიდა და შეხვდა მშობლებს. ის უთხრა მათ, რომ მღვდელი არ იყო მართალი. ის უთხრა მათ, რომ სკოლა არ იყო ცოდვის სახლი, არამედ იყო ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობდნენ. ის უთხრა მათ, რომ განათლება არ იყო ღმერთის წინააღმდეგ, არამედ იყო ღმერთის ნება, ნება, რომ ადამიანებმა განვითარდნენ და გახდნენ უკეთესები. ის უთხრა მათ, რომ ისინი უნდა გადაეწყვიტათ თვითონ, ენდობოდნენ მღვდელს, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ძველი სისტემა, თუ ენდობოდნენ მას, რომელიც ცდილობდა შექმნას ახალი, უკეთესი მომავალი. ზოგიერთი მშობელი დარწმუნდა ილიას სიტყვებით, მაგრამ სხვები დარჩნენ ეჩვიანად. კონფლიქტი გრძელდებოდა. და ილია იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი მაგალითი იმ ბრძოლისა, რომელიც ხდებოდა მთელს საქართველოში. იცოდა, რომ ყველგან, სადაც ის ხსნიდა სკოლებს, ის აწყდებოდა იმავე წინააღმდეგობას ეკლესიისგან. მაგრამ ილია ასევე იცოდა რაღაც სხვა. ის იცოდა, რომ ეკლესიის წინააღმდეგობა არ იყო მხოლოდ რელიგიური. ეს იყო ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური. ეკლესია აკონტროლებდა განათლებას საქართველოში საუკუნეების განმავლობაში. ეს კონტროლი აძლევდა ეკლესიას დიდ ძალას და გავლენას. ეკლესია აკონტროლებდა არა მხოლოდ იმას, რასაც ბავშვები სწავლობდნენ, არამედ ასევე აკონტროლებდა იმას, თუ ვინ იყო მასწავლებელი და სად იყო სკოლები. ეს კონტროლი ასევე აძლევდა ეკლესიას ფინანსურ რესურსებს, რომლებიც მოდიოდა შემოწირულობებიდან და სახელმწიფო დაფინანსებიდან. ილიას ორგანიზაცია ემუქრებოდა ამ კონტროლს. თუ ილიას ორგანიზაცია წარმატებული იქნებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ეკლესია დაკარგავდა თავის მონოპოლიას განათლებაზე. ეს ნიშნავდა, რომ ეკლესია დაკარგავდა ძალას, გავლენას, ფინანსურ რესურსებს. და ეს იყო რაღაც, რასაც ეკლესია არ იყო მზად მიიღოს. ამიტომ ეკლესია ებრძოდა ილიას ყველა შესაძლო საშუალებით, ქადაგებებით, სტატიებით, მუქარებით, თუნდაც ინტრიგებით. ილია იცოდა ყველა ამის შესახებ. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის არ შეეძლო უკან დახევა. ის იცოდა, რომ ის ებრძოდა არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ებრძოდა მთელ სისტემას, რომელიც ინარჩუნებდა იგნორანტობას, სიღარიბეს, უსამართლობას. და ის იცოდა, რომ ეს ბრძოლა იყო ღირებული. მიუხედავად ყველა რისკისა. რამდენი ადამიანი რეალურად იცოდა ამ ბრძოლის ნამდვილი მასშტაბის შესახებ? რამდენი ადამიანი ესმოდა, რომ ეს იყო არა მხოლოდ განათლების შესახებ, არამედ იყო ძალაუფლების, კონტროლის, მომავლის შესახებ? და რამდენი ადამიანი იყო მზად დაეხმარა ილიას ამ ბრძოლაში? წარმოიდგინეთ საიდუმლო შეხვედრა ღამის 2 საათზე, სადაც 12 ადამიანი იკრიბება ერთ-ერთ თბილისის ძველ სახლში. ისინი საუბრობენ ჩუმად, ფანჯრები დახურულია, კარები ჩაკეტილია. მაგიდაზე დევს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სახელებს, თანხებს, გეგმებს. ეს არის შეხვედრა იმ ადამიანებისა, რომლებიც აფინანსებენ ილიას ორგანიზაციას. მაგრამ ისინი არ სურთ, რომ მათი სახელები იყოს ცნობილი. რატომ? რადგან ისინი ეშინიათ შურისძიებისა ეკლესიისგან, შურისძიებისა რუსული ადმინისტრაციისგან, შურისძიებისა იმ ძალებისგან, რომლებიც არ სურთ ცვლილებები. ვინ არიან ეს ადამიანები?
რა აიძულებს მათ? რისკავდნენ ყველაფერს ილიას მხარდასაჭერად. და რა მოხდება, თუ მათი საიდუმლო გახდება ცნობილი? 1868 წლის ზაფხულში ილია ჭავჭავაძემ გაიგო რაღაც, რამაც შეაშფოთა იგი. ერთ-ერთმა მისმა მხარდამჭერმა ბიზნესმენმა, რომელიც აფინანსებდა ორგანიზაციას, უთხრა, რომ მას დაუკავშირდა ადამიანი სასულიერო აკადემიიდან. ეს ადამიანი შესთავაზა ბიზნესმენს გარიგებას, თუ ის შეწყვეტდა ილიას ორგანიზაციის დაფინანსებას, ეკლესია დაეხმარებოდა მას მის ბიზნესში. ეკლესია შესთავაზა მას სპეციალურ პირობებს, კონტრაქტებს, კავშირებს. ეს იყო პირდაპირი მცდელობა მოსყიდვისა. ბიზნესმენმა უარი თქვა ამ შეთავაზებაზე და უთხრა ილიას. მაგრამ ეს ინციდენტი აჩვენებდა, თუ რამდენად შორს იყო მზად წასულიყო ეკლესია, რათა შეეჩერებინა ილია. ილია იცოდა, რომ ეს იყო სერიოზული საფრთხე. თუ ეკლესია შეძლებდა მოსყიდვას ან დაშინებას მის ფინანსური მხარდამჭერებისა, მისი ორგანიზაცია დაკარგავდა რესურსებს, რომლებიც საჭირო იყო მუშაობისთვის. ამიტომ ილიამ გადაწყვიტა, რომ შეექმნა უფრო ფართო ფინანსური ბაზა. ის დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ მოეზიდა მეტი მხარდამჭერი, არა მხოლოდ მდიდარი ბიზნესმენები, არამედ ასევე ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც შეიძლება გაეკეთებინათ პატარა შემოწირულობები. ის იცოდა, რომ თუ ორგანიზაცია დამოკიდებული იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე დიდ დონორზე, ის იქნებოდა მოწყვლადი. მაგრამ თუ ორგანიზაციას ჰქონდა ასობით ან ათასობით პატარა დონორი, ის იქნებოდა ბევრად უფრო სტაბილური. ილიამ დაიწყო ახალი კამპანია. ის დაწერა სტატიები, სადაც ის მოუწოდებდა ხალხს, დაეხმარონ ორგანიზაციას. ის არ ითხოვდა დიდ თანხებს. ის ამბობდა, რომ თუნდაც ერთი მანეთი შეიძლება გაეკეთებინა განსხვავება. ის ამბობდა, რომ ყოველი შემოწირულობა, მიუხედავად მისი ზომისა, იყო წვლილი ერის მომავალში. რეაქცია იყო გასაოცარი. ასობით ადამიანმა გამოეხმაურა მის მოწოდებას. ზოგიერთი მათგანი გამოგზავნიდა რამდენიმე მანეთს. სხვები გამოგზავნიდა მეტს. ერთმა ქვრივმა გამოგზავნა წერილი, სადაც ის წერდა, რომ მას არ ჰქონდა ფული, მაგრამ რომ ის გამოგზავნიდა თავის ოქროს ბეჭედს, რომელიც იყო ერთადერთი ფასეული ნივთი, რაც მას ჰქონდა. ეს ბეჭედი იყო საჩუქარი მისი გარდაცვლილი ქმრისგან. ილია ღრმად შეეხო ამ ჟესტმა. ის დააბრუნა ბეჭედი ქვრივს და დაწერა წერილი, სადაც ის მადლობდა მას და ამბობდა, რომ მისი სურვილი დაეხმარა იყო უფრო ღირებული ვიდრე ნებისმიერი ოქრო. ამ კამპანიის წყალობით ილიას ორგანიზაციამ მიიღო საკმარისი ფინანსური რესურსები, რათა გაეგრძელებინა მუშაობა. მაგრამ ილია ასევე იცოდა, რომ ფული იყო მხოლოდ ერთი ნაწილი ამოცანისა. ის ასევე საჭიროებდა პოლიტიკურ მხარდაჭერას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჰქონდათ ძალა და გავლენა. ამიტომ ის დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ შეექმნა ალიანსები გავლენიან ადამიანებთან, არისტოკრატებთან, ბიზნესმენებთან, ინტელექტუალებთან, თუნდაც ზოგიერთ სასულიერო პირთან, რომლებიც იყვნენ უფრო პროგრესული და რომლებიც ესმოდათ განათლების მნიშვნელობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსი, რომელიც ილიამ შექმნა, იყო ალიანსი პრინც ივანე მაჩაბელთან. მაჩაბელი იყო არა მხოლოდ გავლენიანი არისტოკრატი, არამედ ასევე იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ. მაჩაბელი სწამდა, რომ საქართველოს საჭიროებდა მოდერნიზაციას ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებაში. ის სწამდა, რომ განათლება იყო გასაღები ამ მოდერნიზაციისთვის. ამიტომ ის მხარს უჭერდა ილიას ორგანიზაციას არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ასევე პოლიტიკურად. ის იყენებდა თავის კავშირებს რუსულ ადმინისტრაციასთან, რათა დაეცვა ორგანიზაცია და რათა უზრუნველიყო. რომ ორგანიზაციას ჰქონოდა საჭირო ნებართვები და მხარდაჭერა. მაგრამ არა ყველა არისტოკრატი იყო მხარდამჭერი. ზოგიერთი მათგანი იყო კონსერვატიული და ეწინააღმდეგებოდა ცვლილებებს. ზოგიერთი მათგანი ასევე ჰქონდა ახლო კავშირები ეკლესიასთან და არ სურდა კონფლიქტი ეკლესიის მიმართ. ამიტომ ილია უნდა ყოფილიყო ძალიან ფრთხილი. ის უნდა ეცადა შეექმნა ალიანსები იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად იზიარებდნენ მის ხედვას და რომლებიც იყვნენ მზად რისკისთვის. რამდენი ადამიანი რეალურად იყო მზად რისკისთვის? რამდენი ადამიანი იყო მზად დაეწინააღმდეგებინა ეკლესიას და ძველ სისტემას? და რა ფასი უნდა გადაეხადათ მათ ამ არჩევანისთვის? 1869 წლის გაზაფხულზე მოხდა მოვლენა, რომელმაც აჩვენა, თუ რამდენად ღრმა იყო კონფლიქტი ილიასა და ეკლესიას შორის. ერთ-ერთ სოფელში, სადაც ილიამ გახსნა სკოლა, ადგილობრივმა მღვდელმა ორგანიზება გაუკეთა დემონსტრაციას სკოლის წინააღმდეგ. მან მოიყარა ჯგუფი ადამიანები.
რომლებიც იყვნენ ერთგულნი ეკლესიის მიმართ და რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ილიას სკოლას. ეს ჯგუფი მივიდა სკოლასთან და დაიწყო ყვირილი და მუქარა. ისინი ამბობდნენ, რომ სკოლა უნდა დახურულიყო. ისინი ამბობდნენ, რომ მასწავლებელი უნდა გაეძევებინა სოფლიდან. ისინი თუნდაც ესროდნენ ქვებს სკოლის ფანჯრებში. მასწავლებელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მუშაობდა ამ სკოლაში, იყო შეშინებული. მაგრამ ის არ გაიქცა. ის გამოვიდა სკოლიდან და შეეცადა საუბარი დემონსტრანტებთან. ის უთხრა მათ, რომ სკოლა არ იყო საშიში. ის უთხრა მათ, რომ ბავშვები სწავლობდნენ კითხვას, წერას, ანგარიშს, უნარებს, რომლებიც დაეხმარებოდათ მათ ცხოვრებაში. ის უთხრა მათ, რომ განათლება არ იყო ცოდვა, არამედ იყო კურთხევა. მაგრამ დემონსტრანტები არ უსმენდნენ. ისინი აგრძელებდნენ ყვირილს და მუქარას. სიტუაცია გახდა საშიში. ზოგიერთი დემონსტრანტი დაიწყო მოძრაობა სკოლისკენ. თითქოს ისინი აპირებდნენ შეჭრას. მასწავლებელმა დაბლოკა კარი და დარჩა შიგნით ბავშვებთან. ბავშვები იყვნენ შეშინებულნი და ტიროდნენ. მასწავლებელი ცდილობდა დაემშვიდებინა ისინი, მაგრამ ის თვითონ იყო შეშინებული. ის არ იცოდა, რა მოხდებოდა. საბედნიეროდ რამდენიმე სოფლელმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ სკოლას, გაიგეს დემონსტრაციის შესახებ და მოვიდნენ დასახმარებლად. ისინი დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს და უთხრეს მათ, რომ დაეტოვებინათ სკოლა მშვიდობაში. დაიწყო კამათი, რომელიც თითქმის გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მაგრამ საბოლოოდ დემონსტრანტები გაიფანტნენ. სკოლა დარჩა ღია. ილიამ გაიგო ამ ინციდენტის შესახებ და იყო ძალიან შეშფოთებული. ის მივიდა სოფელში და შეხვდა მასწავლებელს. მასწავლებელი ჯერ კიდევ იყო შეშინებული, მაგრამ ის ასევე იყო გადაწყვეტილი. ის უთხრა ილიას, რომ ის არ დატოვებდა სკოლას. ის უთხრა, რომ ის გააგრძელებდა სწავლებას, მიუხედავად საფრთხეებისა. ის უთხრა, რომ ის სწამდა იმაში, რასაც ის აკეთებდა და რომ ის არ დაშინდებოდა. ილია იყო ღრმად შთაბეჭდილი ამ ახალგაზრდა ქალის გამბედაობით. ის უთხრა მას, რომ ის იყო გმირი და რომ ის ამაკი იყო მით. მაგრამ ილია ასევე იცოდა, რომ ეს ინციდენტი იყო გაფრთხილება. ეს აჩვენებდა, რომ ეკლესია იყო მზად გამოეყენებინა ძალა, რათა შეეჩერებინა ილიას ორგანიზაცია. ეს აჩვენებდა, რომ კონფლიქტი შეიძლება გადაზრდილიყო ძალადობაში. ამიტომ ილიამ გადაწყვიტა, რომ მიეღო ზომები თავისი მასწავლებლებისა და სკოლების დასაცავად. ის დაუკავშირდა რუსულ ადმინისტრაციას და მოითხოვა დაცვა. ის ასევე ორგანიზება გაუკეთა თავის მხარდამჭერებს, რათა ისინი ყოფილიყვნენ მზად დაეხმარონ, თუ მოხდებოდა კიდევ ერთი ინციდენტი. 1869 წლის ზაფხულში ილიამ გახსნა კიდევ 5 სკოლა. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ხსნიდა ახალ სკოლას, ის ემზადებოდა შესაძლო წინააღმდეგობისთვის. ის უზრუნველყოფდა, რომ ადგილობრივ მხარდამჭერებს ჰქონდათ გეგმა, თუ როგორ უნდა მოქმედებულიყვნენ. თუ მოხდებოდა დემონსტრაცია ან თავდასხმა. ის ასევე უზრუნველყოფდა, რომ მასწავლებლები იყვნენ მომზადებულნი, რომ ისინი იცოდნენ, როგორ უნდა მოქმედებულიყვნენ საშიშ სიტუაციებში. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ ზომისა, ილია იცოდა, რომ ის ვერ შეძლებდა სრულად დაეცვა თავისი სკოლები. ის იცოდა, რომ ყოველთვის იქნებოდა რისკი. ის იცოდა, რომ ზოგიერთი მასწავლებელი შეიძლება დაშინებულიყო და დაეტოვებინა სამუშაო. ის იცოდა, რომ ზოგიერთი სკოლა შეიძლება დახურულიყო ძალის გამოყენებით. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის არ შეეძლო შეჩერება. ის იცოდა, რომ ის უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა, მიუხედავად ყველა რისკისა. რამდენი მასწავლებელი რეალურად იყო მზად რისკისთვის? რამდენი მათგანი იყო მზად დარჩენილიყო თავის პოზიციაზე, მიუხედავად საფრთხეებისა? და რა მოხდებოდა, თუ ძალადობა გაგრძელდებოდა და გაძლიერდებოდა? 1869 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა, რომ დროა გადადგმულიყო შემდეგი ნაბიჯი. ის გადაწყვიტა, რომ შეექმნა არა მხოლოდ დაწყებითი სკოლები, არამედ ასევე საშუალო სკოლები, სადაც ბავშვები შეიძლება გაეგრძელებინათ განათლება უფრო მაღალ დონეზე. ეს იყო ამბიციური გეგმა, რადგან საშუალო სკოლების შექმნა საჭიროებდა მეტ რესურსებს, მეტ ფულს, მეტ მასწავლებლებს, მეტ სასწავლო მასალებს. მაგრამ ილია სწამდა, რომ ეს იყო საჭირო. ის სწამდა, რომ საქართველოს საჭიროებდა არა მხოლოდ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ კითხვა და წერა, არამედ ასევე ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უფრო ღრმა ცოდნა მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ისტორიაში, ფილოსოფიაში. პირველი საშუალო სკოლა, რომელიც ილიამ გახსნა, იყო მდებარე თბილისში.
ეს სკოლა იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის, რომლებმაც უკვე დაასრულეს დაწყებითი განათლება. სკოლაში იყო 6 კლასი და ასწავლიდა ფართო სპექტრს საგნებისა, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია. სკოლაში მუშაობდნენ 12 მასწავლებელი, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთნი საუკეთესონი თავიანთ სფეროში. ზოგიერთი მათგანი იყო ადამიანები, რომლებიც სწავლობდნენ უნივერსიტეტებში რუსეთში ან ევროპაში. სხვები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჰქონდათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება. სკოლის გახსნა იყო დიდი მოვლენა თბილისში. მოვიდა ბევრი ადამიანი, მშობლები, სტუდენტები, ინტელექტუალები, თუნდაც ზოგიერთი ოფიციალური პირი რუსული ადმინისტრაციისგან. ილია გააკეთა სიტყვა, სადაც ის საუბრობდა საშუალო განათლების მნიშვნელობაზე. ის ამბობდა, რომ საშუალო განათლება იყო გასაღები ერის განვითარებისთვის. ის ამბობდა, რომ საქართველოს საჭიროებდა არა მხოლოდ გლეხები და მუშები, არამედ ასევე მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ცოდნა და უნარები, რათა აეშენებინათ თანამედროვე საზოგადოება. მაგრამ არა ყველა იყო კმაყოფილი ამ ახალი სკოლით. ეკლესია კვლავ აკრიტიკებდა ილიას. რამდენიმე მაღალჩინოსანმა სასულიერო პირმა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ეს საშუალო სკოლა იყო კიდევ უფრო საშიში ვიდრე დაწყებითი სკოლები. ისინი ამბობდნენ, რომ ამ სკოლაში ბავშვები ისწავლიდნენ იდეებს, რომლებიც იყო საწინააღმდეგო ქრისტიანულ ფასეულობებს. ისინი ამბობდნენ, რომ ამ სკოლაში ბავშვები ისწავლიდნენ მატერიალიზმს, რაციონალიზმს, სეკულარიზმს, იდეებს, რომლებიც მოდიოდა დასავლეთიდან და რომლებიც ემუქრებოდნენ ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების განადგურებას. ილია იცოდა, რომ ეს ბრალდებები იყო გადაჭარბებული. ის იცოდა, რომ სკოლა რეალურად ასწავლიდა ბალანსირებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავდა როგორც რელიგიურ საგნებს, ისე სეკულარულ საგნებს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეკლესია არ იყო დაინტერესებული სიმართლით. ეკლესია იყო დაინტერესებული ძალაუფლების შენარჩუნებით. და ყოველი ახალი სკოლა, რომელსაც ილია ხსნიდა, იყო საფრთხე ამ ძალაუფლებისთვის. 1869 წლის ბოლოს ილიას ორგანიზაციას ჰქონდა უკვე 15 სკოლა, 10 დაწყებითი სკოლა და 5 საშუალო სკოლა. ამ სკოლებში სწავლობდა დაახლოებით 600 ბავშვი. ეს იყო დიდი მიღწევა, რომელიც იყო შედეგი 5 წლის შრომისა, ბრძოლისა, მსხვერპლისა. მაგრამ ილია იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ის იცოდა, რომ საქართველოში იყო ათასობით ბავშვი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ცუდომა განათლებაზე. ის იცოდა, რომ ის უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, უნდა გაეხსნა მეტი სკოლები, უნდა მოემზადებინა მეტი მასწავლებლები, უნდა შეექმნა უკეთესი სასწავლო მასალები. მაგრამ ილია ასევე იცოდა, რომ ის იყო დაღლილი. 5 წლის მუდმივი ბრძოლა, მუდმივი სტრესი, მუდმივი კრიტიკა, ყველაფერი ეს იყო ძალიან მძიმე. ზოგჯერ ის ფიქრობდა, ღირდა თუ არა ყველაფერი ეს. ზოგჯერ ის ფიქრობდა, შეიძლება უკეთესი იყო უკან დახევა და ეტოვებინა ეს ბრძოლა სხვებისთვის. მაგრამ შემდეგ ის იხსენებდა იმ ბავშვებს, რომლებიც სწავლობდნენ მის სკოლებში. ის იხსენებდა იმ მასწავლებლებს, რომლებიც რისკავდნენ ყველაფერს, რათა ესწავლებინათ. ის იხსენებდა იმ მშობლებს, რომლებიც აძლევდნენ ყველაფერს, რაც მათ ჰქონდათ, რათა მათმა შვილებმა მიეღოთ განათლება. და ის იცოდა, რომ ის არ შეეძლო უკან დახევა. ის იცოდა, რომ ის უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა. რამდენ ხანს შეძლებდა ილია გაეგრძელებინა ეს ბრძოლა? რამდენ ხანს შეძლებდა ის გაუძლოს ამ მუდმივ წნეხს? და რა მოხდებოდა, თუ ის საბოლოოდ დაიღლებოდა და დანებდებოდა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ისტორიკოსი, რომელიც ეძებს დოკუმენტებს თბილისის სასულიერო აკადემიის არქივში. თქვენ ეძებთ ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის კონფლიქტის შესახებ ეკლესიასთან. თქვენ იცით, რომ უნდა არსებობდეს წერილები, ანგარიშები, ოფიციალური დოკუმენტები. მაგრამ როდესაც თქვენ ითხოვთ ამ დოკუმენტებს, თქვენ გეუბნებიან, რომ ისინი დაკარგულია, ან განადგურდა ხანძრის დროს. თქვენ ცდილობთ სხვა არქივებში იმავე პასუხს იღებთ. რატომ? რა შეიცავს ეს დოკუმენტები, რომ ისინი უნდა დამალულიყო 150 წლის განმავლობაში? რა სიმართლე არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ? 1870-იან წლებში ეკლესიამ დაიწყო სისტემატური კამპანია ილიას ორგანიზაციის წინააღმდეგ. ეს კამპანია არ იყო მხოლოდ საჯარო კრიტიკა. ეს იყო ასევე საიდუმლო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დასუსტებას და საბოლოოდ განადგურებას. ეკლესია იყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას, ფინანსურ წნეხს,
პოლიტიკურ ინტრიგებს, თუნდაც ინფორმატორებს, რომლებიც იყვნენ ჩანერგილნი ილიას ორგანიზაციაში. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტაქტიკა, რომელსაც ეკლესია იყენებდა, იყო ფინანსური წნეხი. ეკლესია ცდილობდა დაეშინებინა ან მოესყიდა ილიას ფინანსური მხარდამჭერები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტაქტიკა მუშაობდა. რამდენიმე ბიზნესმენმა, რომლებიც აფინანსებდნენ ორგანიზაციას, შეწყვიტა დაფინანსება ეკლესიის წნეხის ქვეშ. ისინი ეშინოდათ, რომ თუ ისინი გააგრძელებდნენ ილიას მხარდაჭერას, ეკლესია გააკეთებდა ყველაფერს, რათა დაეზიანებინა მათი ბიზნესი. ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესია რეალურად გააკეთა ეს, გამოიყენა თავისი გავლენა, რათა დაეხურა კონტრაქტები, დაებლოკა ფინანსური რესურსები, გაევრცელებინა ნეგატიური ინფორმაცია. მაგრამ ეკლესია ასევე იყენებდა უფრო ფარულ ტაქტიკას. ეკლესიას ჰქონდა ინფორმატორები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩანერგილნი ილიას ორგანიზაციაში და რომლებიც აწვდიდნენ ინფორმაციას ეკლესიას. ეს ინფორმატორები იყვნენ ზოგჯერ მასწავლებლები, ზოგჯერ ადმინისტრატორები, ზოგჯერ თუნდაც სტუდენტები. ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას ილიას გეგმების შესახებ, მის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მის მხარდამჭერების შესახებ. ეს ინფორმაცია იყენებდა ეკლესია, რათა დაეგეგმა თავისი თავდასხმები უფრო ეფექტურად. ილია იცოდა, რომ ეკლესიას ჰქონდა ინფორმატორები მის ორგანიზაციაში. მაგრამ ის არ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი. ეს იყო ძალიან მტკივნეული, იცოდე, რომ ვინმე, ვისაც შენ ენდობი, რეალურად ღალატობს. ილია ცდილობდა იპოვოს ინფორმატორები, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული. ინფორმატორები იყვნენ ფრთხილად მომზადებულნი და იცოდნენ, როგორ დაემალათ. 1870-იანი წლების ბოლოს ეკლესიამ დაიწყო კიდევ უფრო აგრესიული ტაქტიკა. ეკლესია დაიწყო ლობირება რუსულ ადმინისტრაციაში, რათა